ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის დაპატიმრებული მოადგილე ბრალის წარდგენას ელოდება. კობა გაბუნია გუშინ დააკავეს ყოფილი მინისტრის ირაკლი ქარსელაძის სახლში კი ჩხრეკა ჩატარდა. ჯერ უცნობია დააკავებენ თუ არა ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრსაც საქმე ეხება საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობის საქმეს, რომელსაც უკვე ბრალდებულია რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი და სამშენებლო კომპანია ლაგი კაპიტალის ხელმძღვანელობა. ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდის სხვადასხვა თანამდებობის პირი ამავე ფონდის ყოფილ ხელმძღვანელთან ერთად. ჩვენი ჟურნალისტი გიორგი კვიჟინაძე არკვევს კიდევ ერთი ხმაურიანი საქმის ახალ დეტალებს, ის ახლა პირდაპირ ეთერში გვერდდება. ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია ახლა პოლიციის მთავარ სამმართველოში ელოდება ბრალის წარდგენას. პროკურატურა ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგეს და სავარაუდოდ დღესვე იმსჯელებენ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხთან დაკავშირებითაც. ფინანსურ პოლიციაში აცხადებენ, რომ კობა გაბუნია დაკავებულია 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი მილიონების უკანონოდ მითვისების საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ ვესაუბრეთ მის ინტერესების დამცველს, რომელიც უკვე შეხვდა კობა გაბუნიას და მოინახულა დიღმის პოლიციის მთავარ სამმართველოში. ადვოკატის თქმით, საქმის მასალები ჯერჯერობით მისთვის არ გადაუციათ. არ იცის რა წერია საქმეში, იმ საქმეში, რომელსაც იძიებს პროკურატურა, რომელსაც იძიებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და თუ რას ედავებიან ზუსტად კობა გაბუნიას. თუმცა ადვოკატის თქმით, კობა გაბუნია აცხადებს, რომ ის არის შოკირებული და გაუგნებული იმ ბრალდებასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც დააკავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და ფინანსურმა პოლიციამ. ასევე საინტერესოა თუ ვისი ჩვენება დევს საქმეში, ამ სისხლის სამართლებრივ საქმეში, რომელიც გამოიყენეს შემდგომში კობა გაბუნიას წინააღმდეგ, რაც გახდა მისი დაკავების საფუძველი. ეს ადვოკატისთვის უცნობია, თუმცა სავარაუდოდ ჩვენება მიცემული აქვს. ეს არის დავით ტაბიძე, რომელიც ასევე დაკავებულია და მას საპატიმრო გირაო აქვს შეფარდებული. ის არის მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი. სავარაუდოდ სწორედ დავით ტაბიძეა ის პირი, რომელმაც კობა გაბუნიას წინააღმდეგ მისცა ჩვენება. ადვოკატის პოზიცია არის ამასთან დაკავშირებით ასეთი, რომ მხოლოდ ერთი ადამიანის ჩვენების საფუძველზე არ უნდა მოხდეს ადამიანის დაკავება და ერთი ადამიანის ჩვენება არ ნიშნავს იმას, რომ კობა გაბუნია ნამდვილად არის ამ სისხლის სამართლის საქმეში დამნაშავე. Მისთვის ცნობილი ამ ფინგზე გაჟღერებული პოზიციები თითქოს როგორც მოისმინეთ ისე ჩვენს. ანარჩენი კონკრეტულად როგორ უდასტურდება პოტენციურად ის დადაშაული რაც გააჟერებს, მაგით ჩემთვის უცნობია. თუ პოზიცია გაინტერესებს, გავესაუბრა, ვერწამოვდენია თუ ფიქრობს, უკეთ ეს ინიციატივა დასრულებდა თავის სამსახურეობას. არტვეთი ჩვენება ხო შეიძლება რაღაცა ქვია ბრალის საფუძველი გახდეს, რაღაც უნდა ქონდეთ კიდევ რომ ეცებულება რომ თქვათ რომ ამ თუ იმ პირმა ჩაიდინა რაიმე დანაშაული. ამდენად თანამარგა გავეცნობით რა აქვს გარდა იმ რომ გააჟღერდეს რაღაცის ჩვენების საფუძველზე, ისიც არ ვიცით იმის ჩვენება, აი შემდეგ ჩამოგვიყვალებდება აზრი. საინტერესოა რა პოზიცია იქნება და რა სიტყვის კობა გაბუნია ფინანსური პოლიციის მიერ წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით. სასამართლო პროცესი გახდება მისი პოზიცია ცნობილი მაშინ, როდესაც საქმეზე იმსჯელებენ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხთან დაკავშირებით. საინტერესოა ისიც, რომ ირაკლი ქარსელაძე, რომელიც გახლავთ ქართული ოცნების ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, შესაძლოა ისიც აღმოჩნდეს ბრალდებოს კამზე და სწორედ კობა გაბუნიას მიერ გაჟღერებული პოზიციებიდან გამომდინარე ეს საკითხი უფრო ნათელი გახდება. საინტერესოა დაადებს თუ არა ის ირაკლი ქარსელაძეს ხელს და ისაუბრებს თუ არა ირაკლი ქარსელაძის დანაშაულთან დაკავშირებითაც. კობა გაბუნია მოკლედ ველოდებით ახლა ბრალის წარდგენას და სასამართლო პროცესის ჩანიშვნას. გიორგი, მადლობა. გიორგი კვიჟინაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში, როგორც მოისმინეთ, კობა გაბუნია გაუგნებულია მისთვის ბრალის წარდგენის გამო.